ამ ბოლოს ხშირია ზარი ბავშვებთან დაკავშირებით, მე პატარა 4 წლის ვყავს და ეს თემა ჩემთვის მნიშვნელოვანია. მეკითხებიან, როგორ დავალევინოთ, ან თუ შეიძლება ექიმის რეკომენდაციის გარეშე დავალევინოთ ბავშვებს სპექტრა მაქსი. მე კი ვალევინებ, ერთი თვის იყო რომ დაუწყე და 4 წლისაა და დღემდე ვასმევ, მაგრამ მინდა რომ თქვენ როგორც ექიმა რეკომენდაცია გასცეთ სპექტრა მაქსი. რა საკიდან შეიძლება? რამდენი უნდა მისცენ დღეში და რამდენ ხანს უნდა მისცენ? ხო, ნუ რა არის სპექტრა მაქსი? სპექტრა მაქსი არის უნიკალური პროდუქტი, მას ანალოგი არ აქვს. ამ ეტაპზე რაც მე ვიცი, არ არსებობს კომპანია, რომელიც მსგავს პროდუქტს აწარმოებს. ეს არის უნიკალური იმ თვალსაზრისით, რომ არის ძალიან ცნობილი მეცნიერის ტომ აუერის მიერ, მისი გენიის მიერ შექმნილი პროდუქტი, რომელიც მზადდება ძალიან საინტერესოდ. პირველი, იმის გამო, რომ ეს პროდუქტი შეიცავს ყველანაირ აუცილებელ ნუტრიენტს, ანუ ყველა 74-ვე ჩაუნაცვლებად მიკროელემენტს, ყველა ნატურალურ ვიტამინს და უამრავ ნუტრიენტებს, რატო ბოლოს ნახოთ, შემადგენლობა იმდენია, რომ ალბათ ნახევარი დღე დაჭირდება ყველა როცა იკითხოთ. ამ პროდუქტის უნიკალობა იმაშია, რომ არის ეს კომპანია იმყოფება იუტას შტატში. იუტას შტატში არის ამომშრალი ტბები, ერთ-ერთი ბუნებრივი ტბა არის, რომელიც დიდი რაოდენობით მინერალების რეზერვს შეიცავს და ექსკლუზივია კომპანიას აღებული და ამ მინერალებს იღებენ, რომელიც 2000-მდე ფუნქციაში მონაწილეობს ორგანიზმში. პლუს ეს კომპანია სხვა ქვეყანაში ყიდულობს სცენარეულ ინგრედიენტებს. აი მაგალითად ერთ-ერთი არის სტაფილოს თესლს ყიდულობს უნგრეთში. რო ვკითხეთ ტომაურს რატო ყიდულობს, იმიტომ რომ უნგრეთში არსებული სტაფილოს თესლში ყველაზე მეტი ნუტრიენტია, ყველაზე მდიდარი პროდუქტია. და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერს ვერ აქვს, რამდენი ინგრედიენტს ვერ მოგიყვებით, სად იყიდებ. ანუ პროდუქტი შეიცავს ყველა აბსოლუტურად ყველანაირ ნუტრიენტს. სცენაროს ვაჟოთ ბროკოლის შიგთავზე ისე ექსტრაქტი ის ანუ ყველაფერი. პროდუქტი არის აბსოლუტურად ნატურალური. პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს, არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს, უფრო მეტიც. ერთადერთი კომპანია, რომელიც ბოთლებს, რომელსაც ქმნის ცელულოზისგან, არა პლასმასისგან, რომ პლასმაში არსებული ფტალატები, ტოქსინი არ მოხდეს მასში. ამ პროდუქტში შედის ყველა, როგორც გითხარით, ნატურალური ვიტამინი, მინერალი, შედის ფულვინის მჟავა, რომელსაც ეს კომპონენტები ნახევრად კოლოიდურ მდგომარეობაში გადაყავს, ანუ იმ ზომაზე აკუცმაცებს, რომ ჩვენმა ნაწლავმა მთლიანად შეიწოვოს. ამიტომ ამ პროდუქტს ორგანიზმი 90%-ზე მეტი პროცენტულობით ითვისებს. და ამავე დროს ეს კომპანია იყენებს ნანოტექნოლოგიების რაღაც კონკრეტულ სეგმენტებს და პროდუქტი არის უნიკალური. რატო ვაძლევთ ჩვენ შულს და რატო არის კარგი? იმიტომ რომ ჩვენ საკვე პროდუქტებში დღესდღეობით არსებული რეალობიდან გამომდინარე არ შედის ყველა ნუტრიენტი, რომელიც ჭირდება ადამიანს. ბავშვები ისეც ვერ იკვებებიან, თავიდან ხოსულფასოვანი არ იკვებებიან, ამიტომ მათ უფრო მეტი დეფიციტია. ხო. და ამიტომ იმის გამო, რომ ჩვენი მინიმალური აუცილებელი ნუტრიენტების რაოდენობა არის 166, ან მეტი. ხო, და თუ ყველას არ ვიღებთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი 35-37 მილიარდი უჯრედი ხდება ჩავარდნები, ხო, როცა წამში უნდა იყოს 100,000-ზე მეტი პროცესი, ისი ზოგიერთი პროცესი ვარდება, ხო? და იწყება სერიოზული პრობლემები, რომ ეძებთ ხოლმე მიზეს, რომ აი იქ სიმსივნეა, იქ ესა და გაუკეთეს ოპერაცია, ამოაჭრეს სიმსივნე. ამოაჭრეს შედეგი და მიზეზი კიდევ დარჩა, ანუ კი რაღაც დეფიციტი დარჩა, ისევ იგივე მოხდება. ჩვენი მიდგომა ზუსტად ეს არის. ჩვენ ვებძვით მიზეზს და მიზეზს ვაცილებთ ადამიანს. თანამედროვე მედიცინა აცილებს შედეგს. კი, შედეგის მოცილებაც აუცილებელია, თუმეტეს თქვა სიმსივნური პროცესის დროს წყარო უნდა მოაცილო. მაგრამ თუ მიზეზს არ მოაცილე, იქნება სულ რეციდივი. ხო, რეციდივი და ასე შემდეგ. ანუ მიდგომა არის ეს და სპექტრა მაქსი ამ თვალსაზრისით არის უნიკალური. მას ანალოგი არ აქვს. მე მსგავსი 33 წელია ამ საქმიანობას ვეწევი და ერთ-ერთი პირველი ვიყავი მთლიანად რეგიონში, ვინც ამ მიმართულებას გადაგებდა. მე 73 წლის მანძილზე ვერ ვნახე ვერცერთი კომპანიის ვერცერთი პროდუქტი, რომელიც ახლო მაინც მივიდოდა სპექტრა მაქსს. ანუ შეიძლება ნული თვიდან. შეიძლება ნებისმიერი ასაკი. ორსულებმაც რომ ორსულებმა მე მეშრა აუცილებლად მიიღო. ორსულობის პერიოდში ქალს ჭირდება ორმაგი რაოდენობა ნუტრიენტების მისთვისაც და შვილისთვისაც და იქ უფრო კიდევ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის სრულად ჩამოყალიბების, განვითარების ეს სქემა არ დაინგრეს, არ დაიშალოს, ან არ მოხდეს დეფიციტურ მდგომარეობაში ბავშვის განვითარება.
ორსულობის შემთხვევაში როგორც წესი თუ დაორსულებიდან სამშობიარომდე სულ იღებს ქალი 15 მილილიტრი მაინც არ დაგავიწყეთ რომ გამოყენების შეანჯღრიოთ ახსნის შემდეგ მაცი ვარ შეინახოთ და არავითარ შემთხვევაში მეტალის ჭურჭელზე არ დაასხათ ყოველთვის გამოიყენეთ შუშის ჭურჭელი ჯორბიან ან პლასტმასი. ნუ პლასმასი უსაფრთხო ხო მეტალის არა რაც შეეხება ბავშვებს ერთ წლამდე ბავშვებს ვაძლევთ ხოლმე თქვა პირველი 6 თვე ვაძლევთ 3 და 5 წვეთამდე საჭმელში უმატებთ 6-დან 1 წლამდე შეგიძლიათ თქვენ ისე 7-9 წვეთი 1 წლიდან უკვე იმის მიხედვით რამდენი წლის არის ბავშვი იმდენი მილილიტრი შეგიძლიათ მისცეთ რომ ეხა არ დავიბნეთ ისევ და აი თუ დიდი ტანის არის მეტი შეგიძლიათ თუ პატარა ტანის ნაკლები და იგივე გამოვა ეს აბიგლუკოზას ვარიანტი 1 მილიგრამი 2 წლის 2 მილილიტრი და ასე ხო მილილიტრი ასე მოუყვებით 16 წლამდე ну 16 წლისას უკვე 15 მილილიტრი შეგიძლია მისცეთ 16-ის ზემოთ ყოველდღიური პროფილაქტიკური დოზა არის 20 მილილიტრი 20-დან 22 მილილიტრამდე ну 20 არ ვიყოთ ყველაზე მარტივი ნუ მე შეიძლება ენკომპასამას ხო მე შეიძლება ჩანაცვლები იმიტომ რომ პროდუქტი საკმაოდ ძვირი ღირს და ყოველთვის ხა მოზილებისთვის ჩვენც კი ვისიამოვნებით ამ პროდუქტით მაგრამ მოზილების ყოველთვის ესე იგი ამდენი არ გვემეტება ხოლმე ამიტომ ანუ შეფუთვაში 750 მილილიტრია ხო ესე იგი ნიშნავს რომ თქვა 10 წლის ბავშვი ეყოფა 75 დღე უფრო პატარა უფრო მეტი შესაძლოა ეს ახლა თვეები ლამის ნახევარი წელი ყოფნის მადლობა